Piro თაყვანისცემა მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნისო და ისიც აქვს იესოს ნათქვამი ჯერ ბევრ რაღაცას ვერ გაიგებთ. გასაგებია, მაგრამ დრო ყველაფერს გაიგებთ. კი, მაგრამ თუ თაყვანისცემას ქრისტე არ იღებს. ხო, მაგრამ როცა არასწორ რაღაცას აკეთებდნენ მოციქულები, ხო, მაშინ უსწორებთ. აი რომელ ადგილასა შეცდომაზე, რომ აფი თქვენი უცილოდ მოწმენო და ანუ ესე იგი გამოდის, რომ პეტრე უფრო ბძენი იყო და ანგელოზი ვიდრე იესო და ეგ უფრო აბსურდია. ერთი ოდიში ამაში მეთახმენ თუ ერთია რომ რაღაცას არ ეუნებოდა დაუშვა წინასწარ რომ ვერ მიიღებდნენ და ვერ გაიგებდნენ, მაგრამ როცა არასწორ რაღაცას აკეთებდნენ, მაშინვე უსწორებდა. ხო, ყოველთვის. მაშინვე უსწორებდა ხან ეს რატო არ ზოგ მაშინვე კიდე აი მაგალითად რომელი მაგალითს მოყვანა შეგიძლიათ მოციქულების არასწორი საქციელი რომ არ შეუსწორა. სხვა მაგალითი რომელი არის ებრაელების 1:6 ნახეთ? მაგრამ როცა კვლავ შემოჰყავს თავისი პირქშო ქვეყნა და ამბობს დაეხვთვის ყველა ანგელოზს და დაბლად თაყვანისცეს მას. ანუ мама იძახის ძეზე. პირშუარი ქრისტე. იგი მამასაც ეშლება. მაშინ გამოდის რომ გამოცხადებაში რო წერია 4:11-ში თუ არ ვცდები. ბიბლია წინარგება საერთოდ და არა, იგი არა. გამოცხადებაში აწერია. რომ მხოლოდ იეჰოვა იმსახურებს პატივს. რა თქმა უნდა და ქრისტე მაგ პატივს იღებს მეთქი, მაგას გეუბნება. ვერსი ხარ იეჰოვა ჩვენო ღმერთო რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება ყველაფერი შენ შეგიძლია. იგი კონტექსტს ზესაც მაგრამ იმას როგორ აქვს იმას თვითონ. იგივე კონტექსტს გააგრძელებს მან კრავსა და ღმერთს ერთდროულად მიაგებენ იგივე პატივს. აი შეგიძლიათ სანაჟენო სად არის მე გომცემ თაყვანსო ანგელოზის წინაშე რომ ეგ რატომ აგიხსნით? რატომ აგიხსნით? ივანე როდესაც უჩოქებს ხო ასეა? ხო, ხო და მაგას გეუბნები. მას უჩოქებს როგორც ქრისტეს და ამიტომ უსწორებს რომ მეო შენი თანამსახური ვარ. ხდებით განსხვავებას? ასე კრიტიკულად თუ მივდექით მაშინ ერთი რამ ქრისტეს თაყვანი თომა მოციქული მაგალითად ხო არ უიწუნებს არ ვიხილავდა რაჟამ სიხილა ო კირიოს ო თეოს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი ორივეს ქრისტეს ეუნება და ქრისტე იმას არ ეუნება ვიცი რა რამდენჯერ გასწავლეთ რომ მე ღმერთი არა ვარ და ეს ამას არ ეუნება და თან რა არის მიწმუნე იმიტომ რომ მიხილე და ნეტარ არიან ისინი ვინც არ მიხილავენ და მირწმუნენ ანუ ეს რწმენის აღსარებად ჩაუთვალა როდესაც მას ღმერთს და უფალს უწოდებს წარმოიდგინე ხა ებრაელი კაცი ებრაულ ცნობიერებაში აღზრდილი კაცი ვიღაცას უწოდებს ესე უაზროდ და უადგილოდ ღმერთს ეს წარმოუდგენელი ღმერთი ეს არის უბრალოდ ტიტული ესო ადამიანებსაც უწოდებს რომ თქვენ ღმერთები ვართ ანუ ჩვენ მრავალ ღმერთი ან თქვენ მრავალ ღმერთი ღმერთები როგორ ღმერთი და უფალი ტიტულია თაყვანისცემას ხო და თაყვანისცემას ქრისტეს იღებს იესო რა ტიტულს იწვევს ერთია კაცსა და ღმერთსა და ალბათო სხვა თემაზე გადადიხარ ჩვენ მაგაზე არ დავთ რომ ერთია შუამავალი თქვენ შემოგაქვს სხვა თემა ჩვენ კონკრეტული კითხვა დავსვით მოციქულები თუ ამას აკეთებენ მიხვდით მოციქულები ხوارენ ჩვენთვის მაგალითი мама იაჰვე ხო არის მაგალითი ჩვენთვის ხო თუ ქრისტეს მოციქულების ქმედებას არ აკრიტიკებს თუ мама იძახის ძეზე რომ თაყვანი ეცითო თქვენ ადამიანები რომელს იძახით კაი გაგებით რომ ყველაფერი ბიბლიაზე გაქვს დაფუძნებული. რატო არცემთ ქრისტეს თაყვანს, როცა წმინდა წელში მინიმუმ 9 ადგილს გაჩვენებთ, სადაც ქრისტეს თაყვანს ცემენ. იაჰვე არ იყოს ჩემო თავი. ხო, მას თაყვანი არ უნდა, მაგრამ დამიმტკიცე რომ ეს არის თაყვანის თემა. ქრისტე მამას თაყვანისცემა წერია. მე მეუბნები რომ თქვენ ესე, მაშინ დამიმტკიცე რომ ეს მუხლის უად თაყვანისცემა. თაყვანისცემა წერია და რა წერია? კი, რანაირად აბა კონტექსტი წამიკითხე, რას ნიშნავს ნიანად ეგ, რატო თქვა ებრაელების 1:6 დაიწყეთ პირველი მთელი წერილი მაგას გვასწავლებს. კი, აბა დაიწყე პირველი მუხლიდან და დაიკითხე. მთლიანად მთელ ქრისტეს ღმერთობაზეა ეს. დაიკითხე თავიდან. პირველი თავიდან წაიკითხე. პირველი მუხლიდან. ნუ ახლა ყველას უეს წავიკითხავთ. არა, კონტექსტიო ქალბატონმა თქვა და. კონტექსტი ახლა ერთი მუხლი კი მაგას მთელი კონტექსტი ქალბატონო მთელი კონტექსტი ებრაელების პირველი წერილის აი მე წავიკითხავ საუბრობს იმას რომ ქრისტე არ არის ანგელოზი და ქრისტე არის ღმერთი. მთელი წერილი ებრაელების 1:6. მაშინ აბა ამას არა, წაიკითხეთ, რატო გადადიხარ? არა, თემიდან თემიდან ნუ გადადიხარ, წაიკითხე თავიდან ბოლომდე. ეხლა რაღაც პინგ-პონგი ხო არ გო პატარა ბავშვები, ხო? წაიკითხე თავიდან ბოლომდე. შენ წაიკითხე. მამალა მოუსმენ. ღმერთი რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამას წინასწარმეტყველთა პირით, ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ. რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ, რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი.
რომელიც არის წყინვალება დიდების და მისი არსების ანაბეჭი. ქრისტეზეა ლაპარაკი. თავის ძალმოსილების სიტყვით ყოვლის ტვირთველი და ცოდვებისგან ჩვენი განწმენდის შემდეგ ზესკინეს აქ რაღაც ტერმინები გამყინებული სიდიადის მარჯვნივ მжდომი. ანგელოზებზე იმდენად უზენაესი, რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა. ვინაიდან და რა სახელი დაიმკვიდრა ქრისტემ? აბა მითხა ერთი კაცი. ხო, ნუ ეს საკითხია. რომელი ანგელოზის უთქვამს ოდესმე, ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ. ანუ ამ რიტორიკულ კითხვაში, რომელსაც სავარაუდოდ გასაგები ანგელოზებზე მაღლა დგომა ვაფშე გამური. არა, 101 ფსალმუნამდე ჩადი. იეჰოვა რო არის. ეხლა ნახეთ. ანდა მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე. ესეც არავისთვის არ უთქვამსო ანგელოზთაგან. ასევე როცა კлау შემოყავს იმშო ქვეყნად ამბობს. დაეთაყვანისეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა. ხოლო ანგელოზებზე ამბობს. ანუ ქნილებაზე ამბობს თაყვანიეთო? ხო, ეს ანუ ქნილებას უნდა. ადამიანები წერია რომ ხოლო ანგელოზებზე ამბობს. რამიშო ანგელოზებს უტოლებ ჩვენ თავს. რა ანგელოზმა შეიძლება რომ მე იესოს თაყვანი. არა, ესენი საუბრობენ მოციქულებია. მოდი დავამთავრ. ამ ხო მიხდით რა ჩვენ ახლა ამოიგეთ ანგელოზებს არა, აგზელებ. ყველაზე მთავარი ბოდიში რაღაც ვიგე. ანუ ანგელოზებს შეუულიათ ქნილებას თაყვანისცენ და ადამიანებს არ შეუულიათ. ქნილების თაყვანისცემა ცოდვაა თუ არა? ადამიანებზე მაღლა დგანა. ქნილების თაყვანისცემა ცოდვაა თუ არა? რა თქმა უნდა, ცოდვაა. ანგელოზებისთვის არაა ცოდვა? ანგელოზებს მდგომარეობა აქვს. ხო, ანუ ქნილება შეუძლია ანგელოზს. ანუ უფრო დაცემულები გამოდიან. მომაშინ ანგელოზები. იმიტომ რომ ცოდვას აკეთებენ ანგელოზები ადამიანს ბაო, ღმერთსემენ თაყვანს. ქნილებას ხო ცემენ თაყვანს. ქრისტეს ცემენ აქ თაყვანს. ქრისტეს. ანგელოზები ცემენ ღმერთს მაგურად ქნილებას თაყვანს, ხო? ეს ხო ცოდვაა. ღმერთს ცემენ თაყვანს. აი ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი უბრალოდ ქნილებას ცემენ თაყვანს. ისე რაღაც ეხლა ძალიან საინტერესოა. თქვენ უყურეთ, არ ჩაკეთეთ. ეხლა ნახეთ. იგივე ეს არის ბიბლია ლაპარაკობს მე ხო ანგელოზებზე ამბობს, რომელიც ქმნის თავის ანგელოზებს სულება და თავის მსახურთ ცეცხლის ალებად. ძეზე კი ამბობს, შენი ტახტი ღმერთო უკუნისთი უკუნისამდე. შეადარეთ მან როგორ წერია, როგორ დამახინჯებულია? შეადარეთ. შენი სიმართლის კვერთხი, სიმართლის კვერთხი. გაჩერდი მათ. ამბობს, ღმერთია შენი ტახტი. ღმერთია შენი ტახტი. ერთი წუთი, ეხლა შეხედეთ. აქ წერია ღმერთია შენი ტახტი. აქ ნახეთ რა წერია? შენი ტახტი ღმერთო, ძესეუნება, მამა. ძესეუნება. აქ ნახეთ როგორ შეცვლილია. აქ არის შენი ტახტია ღმერთო და აქ შენი ტახტია ღმერთო. აი თუ არ არის დამახინჯებული. შეიყვარე სიმართლე შეიძულე ურჯულობა, ამიტომ გცხო შენ ღმერთო, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით შენს თანამოძიარებზე მეტად. და ნახეთ, მერე მოყავს 102 ფსალმიდან ძალიან მნიშვნელოვანი ციტატა, რომელიც მე ფსალმუნე იაჰვეს ელაპარაკება, მაგრამ პავლემოციკული ამას ქრისტეს მისამართით იყენებს. ნახეთ, ციტატა თავდაპირველად შენ დააფუძნე უფალო, მიწა და შენი ხელით შექმენი ცანი. აი ამ მუხლს, სადაც საიდანაც მოყავს ციტირება, ეს არის თქვენი თარგმანის მიხედვით 100-ე. კი, რა თქმა უნდა, იესოზეა მთელი მხოლოდ. 100-თან ერთად იესოს მონაწილეობდა. არა, გააგზელი რაზეა ლაპარაკი. აქ არის ისეთი თვისებები, რომელიც მარტო ღმერთს აქვს. კი არ გულისხმობდა. უშუალოდ ქრისტეს მისამართით ამბობსო ამას მამა ძეზეო რა. ვებით ამ მაგის გამო აქ ისეთი თვისებები 102 ფსალმოს, რომელიც მარტო ღმერთზე, იმიტომ რომ უცვლელია, მარადიულია და ეს ქნილებაზე ვერ იქნება. ებრაელთა წერილის ავტორი ჩანასახშივე გამორიცხავს, რომ ქრისტე არის ანგელოზი და პირდაპირ მიუთითებს, რომ ის არის ღმერთი. იმიტომ რომ იმ ადგილს, რომელზეც ფსალმუნზე იეჰოვაზეა საუბარი, ამას ეს მოა ქრისტეს დამემართებაში. ესე იგი რა გამოდის? მაშინ ღმერთს შეურაცხყოფას ვაყენებ ჩვენ. ანუ თქვენ აყენებს შეურაცხყოფას. დაიკავა ხო? არა. ჩვენ ამას რატო ამბობთ, იცით? თქვენ ამბობთ, რომ მიქაელ მთავარანგელოზია ქრისტე. ჩვენ ამას უვავთ. იესო ქნილება ხო არის? არ არის ქნილება, არც ერთი მუხლი არ არის. იმშო არ ნიშნავს. იესო თუ ღმერთია, იესო შეუქმნია მას ყველაფერი. რა თქმა უნდა, ქრისტე არის მამასთან ერთად თანად დაუსაბამ. როგორც ამბობს იონეს 1:1. ანუ დასაბამი. თქვენი აზრით დასაბამი არ ქონია ქრისტეს? არა, ჩვენი აზრი არ არის. ბიბლიის აზრია. პირშო არ ნიშნავს. პირშო არის ბერძნულ სიტყვა პროტოტოკოსი. კლასელების პირველი 15-ში რა წერია? მან წერია პირშო თქო, მან წერია. პირშო ყველა ქნილება არის. აი საქმე მაგეშტი, ეგრე არ წერია, შორის არ წერია. მან ნახეთ რას ამბობს, აი ეხლა გადავშლი და უცებ განახეთ. ეგ არის კოლოსელთა წერილის პირველი თავი, სხვათა შორის მაგას პავლემოციკული მაგ წერილს იმიტომ წერს, რომ კოლოსელთა ეკლესიას გავლენა იქონია გარკვეულწილად გნოსტიკურმა სექტებმა და იგივე გნოსტიკური სექტები ამბობდნენ ზუსტად მაგას, რომ ქრისტე არის ანგელოზი.
კნილები. ეხლა ნახე რას ამბობს პავლე? ეხლა ნახე რას ამბობს. ყოველშელ და 1:15. ყოველშელ და 1:15. აჰა. ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა კნილებაზე უწინარესი. ყველა კნილებზე უწინარესი. ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი ნახეთ იმის გამო რომ ახლა ყველა კნილებას შორის უწინარეს, ეს უკვე ნიშნავს რომ ის არის შორის არა შორის კნილებაზე უწინარეს არის პირველი კნილება. აი ჩემ დავამთავრე და გეტყვი ნახეთ სიტყვა პროტოტოკოს პირველ knis არ ნიშნავს რის ბერძნული სიტყვა მან გადაამოწო ჩვენ უგვენდო პროტოტოკოს ნიშნავს არა პირველ knis არამედ მიზეს ვისით შეიქმნა ყველაფერი და იონეში ხო წერია მაგ აზრის საწინააღმდეგო სიძახის აქვს აი ბერძნულ ტექსტი გამოიკვლიეთ ზუსტად საწინააღმდეგო სიძახის რომ პირველი knileba კი არ არის არამედ ყოველი knilebis შემოქმედება შემოქმედია ქრისტე ანუ მაგაზი საწინააღმდეგო რაღაცა სამოქაი რო გისმენთ ვერ გავიგე ვერაფერი კაი არა უშავს ბატონმა გაიგო ესე პირმშო რას ნიშნავს ახლა ოჯახში რო არის უფროს პირმშო რას სიტყვა პირმშოს არა აქვს თუ კი ადამიანებში პირმშო ნიშნავს ალფა და თქვენ ვცდილობთ გაიგოთ ბიბლია 21 საუკუნის განმსახედა როცა ეს არის დაწერილი კონკრეტული ის პირველ საუკუნეში ხო პირველ მეორე საუკუნით თარიღდება და ეხლა თქვენ დარწმუნებული ხართ რომ თქვენ ორგანიზაციას ისევე ესმით როგორც ესმოდათ იმ ადამიანებს და რა არა ქალბატონო იმის გამო რომ თქვენ ქრისტე გამოგიყო თქვენ რა ამ შემთხვევაში ახალი ქვეყნიერების თარგმანის ავტორი საგუშაგო კოშკი იმის გამო რომ ეს აზრი წამოეწია რომ ქრისტე პირველი knileba მე-16 მუხლში სადაც პავლემუცკუს იმის თქმა უნდა რომ ქრისტე ყოველივე შემოქმედია ჩაამატეთ სიტყვა სხვა შეიძლება გამოვიყენებ რომ თვალსაჩინო ან და სხვა არსად არ არის აი ჩვენ ბიბლიასაც განახებთ რამდენსაც გინდა პროტესტანტულსაც განახებთ ყოველსი შეგვიძლია ნახეთ აქ როგორ გიწერიეთ მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი სხვა არც არც სხვა ბიბლიაში ერთადერთი ხელნაწერი მაჩვენეთ რასაც ვეყნობით სადაც თქვენთან როგორ წერია ჩვენთან არ წერია მისით შეიქმნა ყოველი სხვა იქ არ წერია მისით შეიქმნა ყოველი ეს მე-16 ის არის ყველაფრის ავტორი ეს მე-16 მუხლი სწორედ იმ აზრს აგრძელებს რომ ქრისტე არის და მეორე თემაა კიდე ალფა და ომეგა შეიძლება ეწოდოს knilebas ალფა და ომეგა არის დასაწყისი და დასასრული რომელიც შეიძლება knileba ხო შეიძლება რომ ეწოდოს knileba ალფა და ომეგა მეგანახეთ რომ ქრისტე ამბობს მე აი განახებთ რომ ალფა და ომეგა ქრისტე თავის თავზე ამბობს რაც იმას ნიშნავს ქრისტეს არის დასაწყისი და არის დასასრული თუკი ეს ტეტრაგრამა ერთი წუთი ქალბატონო ტეტრაგრამა თქვენ სახელით შემახსენეთ ბატონ ლევან ტეტრაგრამა გამოიკვლეთ თქვენ გამოიკვლეთ მე ნუმენდო მე შეიძლება ვეღარ შემხვდეთ ვერაზე თქვენ მე გეუბნებით რომ ორგანიზაცია რომელსაც აქვს პრეტენზია რომ ის ჭეშმარიტ ღვთის სიტყვას გვაწვდის ამ წიგნით მე გეუბნებით რომ როგორც იონეს მეორე გამოცხადების 22 თავში არის რომ ვინც სიტყვას ჩაამატებს ან მოაკლებსო წყულები გაუმრავლდება მე მაგის პირობას გავძლევთ ეხავე გეტყვით რომ ტეტრაგრამა არც ერთი ხელნაწერში ახალი აღთქმის არ არსებობს. იმ ადგილებში, სადაც თქვენმა ორგანიზაციამ ტეტრაგრამა ჩაწერა ახალ აღთქმაში, 27 წიგს ახალი აღთქმის, ეს არის იმ იოანეს მცნების დარღვევა, რაზეც იონე იძახის. რომ ერთი ხელნაწერიც ისეა დაწერილი, ეს ისეა დაწერილი. ერთი ხელნაწერიც არ არსებობს. თავისით ორგანიზაციას თავისით კი არ აქვს დაწერილი. აქ მოკლეულია ინფორმაციები. მე ვიცი, გადამოწმებული არქეოლოგ გათხრები, მაჩვენეთ ერთი მე აქ როგორ გახსოვოთ ყველაფერი. არა. იცით არის თქვენთან იმიტომ ვართ ახლა ჩუმა თქვენ გიკავიათ ისეთი ბიბლია სადაც თქვენ იმ ბიბლიიდან გვიმტკიცებთ არა მე აქედანაც გაჩვენე ყოველივე იქ სხვა იქ პირმშო იქ რაღაცები არის მე იგივე ახალი ქვეყნიერების თარგმანს გაჩვენებ ჩემო კარგო ახალი ქვეყნიერების თარგმანს გაჩვენებ სიტყვა სხვა ყველაზე უძველესი ახალი ქვეყნიერების თარგმანი რომელიც არის იქ გაჩვენებ რომ სხვა არ წერია ხვდები ანუ აქ არა მაქვს ხო მოვიტან კაც რა პრობლემაა ეგ არის რომელი ისე აქ რომ მოვიტანოთ შეუძლებელია რომ დავუშვდეთ და რაღაცა ერთი მუხლი შეგიძლია მითხრა სადაც მიქაელ თავორანგელოს ქრისტე ეწოდება ან ქრისტეს მიქაელი ერთი მუხლი ეხლა იცით რა მაშინ აი როცა თქვენ ამოთხოვთ რომ სამებო ანუ რაღაცა ხო გჯერათ და ხო ამდენ წესი ხო მოსწონდებით რაღაცა არა სხვა რამე რო ვდგევართ გჯერა აქ რატომ ვდგევართ ხო და ნუ რაღაცა პირობითად ხო და მაგას გენო რისთვის ხართ იეჰოს აღიარებ თუ არა იეჰოვა ღვთის სახელი რო რა თქმა უნდა ღვთის სახელი მაგას ვინ დავავს ალილუიას ვიძახით ჩვენ ღვთის სახურებაზე მინიმუმ 1-20 ჯერ თვითონ სახურებაზე და ადიდებდით იეჰოს ვანდო მე ვადიდებ იეჰოს იცით რა რაღაცა კრიტიკული მიდგომები უკვე არ მჭირდება მე აი იეჰოვამ ხო თქვა ეს არის ჩემი საყვარელი ძე მე ძე რო არ ჩვენ არ გამოვიცხავთ მაგას ძე სიტყვა შო
ახლა კრიტიკულად მამასთან იყო მარადიულად მოძებნე და მაჩვენ მამა ჩემზე დიდია ყველაფერზე მოპასუხა თუ ისეთივე ძე როგორც ანგელოზი არ მაინტერესებს ხაში მაინტერესებს ბიბლიაში მიწერია პირშო ყველა კნილებას შორის ხო და პირშო რას ნიშნავს სიტყვა ხო უნდა გამოიკვლიოთ როგორ შეიძლება პირშოს ერთი წუთი როგორ შეიძლება პირშოს თაყვანცემდე გაჩვენე თაყვანცემდე ერთი წუთი როგორ შეიძლება პირშოს ეწოდეს ალფა და ომეგა ეგ ხო აბსოლუტური სისულელეა ქმნილება შეიძლება ალფა და ომეგა ეწოდოს ბატონ ლევან ალფა და ომეგა ხო არ შეიძლება ეს იგი ბიბლია არის მაშინ ბიბლია უნდა გადავაგდოთ ჩვენ თუ თავისთავს ეწინააღმდეგება ეს იგი სისულელეა ბიბლია ხო და ეხლა არა იცი რა მესმის თქვენ გაინტერესებს დაუშვათ მაგრამ ჩვენ ვგევართ მე ჩამაწერე თქვენ ნომერზე დაგიკავშირდებით აქ ვიღაცას უნდა ლიტერატურის აღება წაიღოს მაგრამ თუ ვინმე საინტერესებს ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით შეგვიძლია არის ძალიან ბევრი ჰოს მოწმეს უწერია ჩემი თქვენ ყოველთვის მპირდებია რომ დაგირეკოთ არავის არ დაუწყოთ შედაურეთ რავი თუ მართლა გაინტერესებს თქვენ რა რელიგიის გაინტერესებს თქვენ უბრალოდ ჩვენ რწმენასაც ვით თუ რატო უნდა გამოცადო იონი არ მეუნება გამოცადეთ სულები ღვთისგან არიან თუ არაო პავლე მოციქული არ ცდიდა პადმე არავის არ ცდიდა როგორ არ ცდიდა რას ნიშნავს იონე პავლეს თქვენ გაინტერესებთ სიმართლე გაიგოთ მე მაინტერესებს ის რასაც ასწავლის ბიბლია და მე მაქვს პრეტენზია რომ მე რასაც ვასწავლი ბიბლიურ სწავლება თქვენს გაქვთ პრეტენზია მე მოვდივარ და ბიბლიით გისვათ კონკრეტულ კითხვებს არის თქვენ ძლიერ პასუხი არ გაქვთ ვაღიაროთ ჩვენ სულების არსებობის არ გვიგვართ სული რა შუაში სულზე ვისაუბრეთ საერთოდ საერთოდ ისი რა სულის არსებობაზე შეხვდეთ და ვისაუბროთ უნდათ გაიმარჯვებთ ჩვენზე კამათისას თუ იქ ალაგ-ალაგ რაღაც სიტყვებს გამოედევნებით კონკრეტული სიტყვა რა ბიბლიას თლიანობაში რა თქვენი სწავლება ეფუძნებას ჭეშმარიტებას და რა არის თქვენია დაქუცმაცებული გითხარით ერთხელ ამდენი ხის იეჰოვას მოწმენდები და მუხლი მანახეთ რის საფუძველზეც მეთქი წამთრო ქრისტე არის მიქაელიკო და ვერ მეუნები და მე რასაც გეუნებით ხო ყველგან მუხლი მომყავს მე ხო არ მეთქვი ილია მეორე ასწავლის ან ვიღას მამა ის რაფაელი მეთქი ხო მე რასაც გეუნებით ბიბლიაზე დაფუძნე მე ხوار მეთქვი წმინდა მამები ასწავლიან ან ვიღაცა ღვთელი ასწავლის მე წმინდა წელით მოვდივარ და თქვენ არიცით თქვენ უცეთ პასუხს გადაგაქვს შემდეგზე აჩვენეთ ადგილი რატო ცემენ მოციქულები თაყვანს არ გაქვთ მაგაზე პასუხი იმიტომ რომ წმინდა წელში არის და თქვენ არ აკეთებთ ახლა მეც რო გითხრათ ბევრ რაღაცაზე თქვენ პასუხი არ გექნებათ კი ბატონო ვისაუბროთ სამების შესახებ საწერია ბიბლიაში სამებას ასწავლის მთელი კონტექსტი სულის უკდავების შესახებ სულის უკდავები ავიღოთ ერთი თემა ვისაუბროთ რომელი გინდა და ვისაუბროთ რომელიც გინდა სამება თუ სულის უკდავება აქ არ შეიძლება მაგაზე ლაპარაკი ახლა ბევრად ცოტა ვისაუბროთ თავს არ ვიძვრენთ თუ გიყვათ რომ მე გეუბნებით და მეტი რა ვქნა ჩემი ნომერი ჩაიწერე რა სულის უკდავებაზე ვისაუბროთ სამებაზე ვისაუბროთ დროებით აღდგომა გჯერა დროებით აღდგომა მართლმადიდებლო ეკლესიას ოდის ჭამდა იცი რასელი და რუტერფორდი საერთოდ არ არსებობდა ნიკეის კრებაზე არის მიღებული წამსი რომ სადაც წერია რომ გჯერა დროებით აღდგომა ამის გარეშე რწმენა არ არსებობს დროებით აღდგომა თუ გჯერათ მაშინ ესე იგი როგორ გამოდის ორმაგი ხო გამოდის აი სული ადამიანი კვდება სული მიდის ზესაში ხო 64 სად იყო 64 სად იყო რას ნიშნავს ხო 64 სად არის დედამიწაზე ზოგი მამაწერს დედამიწაზე იყო ჩვენთან ხო და აბა ის სულები ზესაში სად მიდის მე ახალსაც და ახალ იმას მოგცემ თუ ქრისტე არ იძახის ქრისტემ არ დაწყევლა ეს დაცემული ბუნება ეს დაცემული ქვეყანა ანუ ახალი შეიქმნებოდა პავლე მოციქულო იძახის რომ აუდგებით სულიერი ის ხეული გვექნება ის როგორ გესმით აბა რას ნიშნავს სულიერი ხეული თქვენ ამიხსენით ჩვენ ყველაფერს ახსნა გვაქვს არ გაქვს 154,000 როგორ გჯერათ 154,000 ჯერა უი 154,000-ზე გამიშდა კაი კითხვა 154,000 შესახებ ერთხელ დამპატიჟეს მარჯანიშვილზე ვიყავ რაღაც ქუჩა რო ბალანჩივაძესო ერთი წუთი ბალანჩივაძეს რაღაც ქუჩა რო არ ეკლესიის უკარო არ იქ ნახე აბსოლუტურად არაბიბლიური რაღაცა მაგაზე მინდოდა კითხვის დამოსვა ესე იგი პურსდაღვინო ჩამოატარეს ქრისტეს გახსენების საღამოს და არავინ არ მიიღო და დავსვი კითხვა რატომ მეთქი 154,000 შეუძლია მარტო მიიღოსო ადგილი მაჩვენეთ საწერი ეგეთი რამე რა სად იძახის ქრისტე რომ რომელიღაცა კატეგორია შეუძლია მიიღოს რომელიღაცა კატეგორიას არ შეუძლია მიიღოს მან ბევრი ადგილია ერთი მეთქარი ბიბლიაზე დაფუძნებული გამოცხადებას მომიყოთ გამოცხადება მანდ ლუკას 19 თავი თუ არ შეიძლება ლუკას 19 თამი ნახეთ ამოიღე მიდი ჰა ნახე არ ჯერ ნომერი ჩავიწერე თქვენ როგორ ხსნით 154,000 მაინც 154 არა კითხოს ჯერ კითხვაზე გავცეთ პასუხი და მე გადავიდეთ 100 ძალიან მარტივად თავს თორე ხა ბევრი ამის შეიძლება ლუკაში რა წერია ლუკას 29-ია ის ხო რა წერია იესო რო ამბობს ხო მერე კორინთელები კორინთელები ხო
ორინთელებშიც არის პურზე და ღვინოზე საუბარი. მაგრამ მან და 154.000 არის. აქაც არა არის 154.000 აქ არის. აბა რა არის? აბა რა საუბრობს? 154.000 არა პურზე და ღვინოზე რო იზახოთ. ხო და პურზე და ღვინოზე საწერია 154.000 შეუძლია მხოლოდ მიიღოს. შენ წავიდე. აი დიდა. 154.000 არის. ჩვენ ვიცი რაც არის, თქვენ მიგამეცით პასუხი. 154.000 საწერია, მხოლოდ 154.000 პრეროგატივაა პურის და ღვინოს მიღება. თორე რაც არის ჩვენ კარგად ვიცით. აი ჯერ იმას შევშოთ რომ მარტო 154.000 რჩეული, ანუ პურს და ღვინოს რომ მარტო მაგათ შეუვლიათ მიიღონ აი ეგ საწერია. არ და ამ შეუძლია მაგას შევეცო. ჩემს სულს მოვაფენ ყველა ხორციელზე და მათ ძენი წინასწარ ყველაზე ლაპარაკობს მან მარტო 154.000 არა. ეგ სულიც მინდა ყველაზე უნდა გადმოსულიყო საქმე ამაშია. თქვენ ამბობთ რომ მარტო 154.000-ზე გადმოდის და ეგ არის ყოველდღე არა ბიბლიური საუბარი. როგორ შეიძლება მაშინ თუ სულიც მინდასთან ჩვენთან აზიარება არა გვაქვს ჩვენ გადარჩინას მაშინ არანაირი აზრი არ არის. 154.000 არის იესოს თანამმართველები. არა, მაჩვენეთ. მაჩვენეთ რა, ის მაჩვენეთ საწერია, რომ ყველა წმინდის პრეროგატივაა. პური და ღვინოზე მაინტერესებს ჯერ, იმიტომ რომ ვიდექი ბიჭო, გადავირი, ეგეთ რამე არ მინახე, ჩამოატარეს. ჩამოატარა რა მეთქი, რასაკეთებ, მაგრამ არავინ არ მიიღო. ეს მე პირველ საუკუნეში იყო უბრალოდ ვერვეზე მეხლა გასოს. ხო და იპოვეთ, რა პრეტენზია გაქვს, აი გაგებით რომ სწორედ ამიგეთ, კი არ გაწობით რაღაც, უბრალოდ ეხლა წინასწარ ვიცი რასაც მომიყოთ, უბრალოდ არ არასებობს მუხლი. იძულებ არა ეხლა. აი ზუსტად ვიცით ეხლა რომ რაღაც აჭრილები ხარ. აჭრილები ხარ. ვიცით რა, იმის და იმით მოხვედით, რომ აუცილებდა სიტყვაში ჩაჭრა. არა, რა სიტყვაში ჩაჭრა? არა. კითხვებით მოვიეთ. სიტყვაში ჩაჭრა. არა, სიტყვაში არ გეტყვი. ეხლა მაგას თქვენ როგორც გინდა ის ეგ არის თქვენი გაფორმებულიყო. ჩვენ არ მოსულათ არც შეურაცხყოფით, კითხვები დავსვით ხა. აშოშა. ეგრე მეც ვიტყვი რომ თქვენ აქ რო გეხართ იმას რა ქვია. უბრალოდ მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ არც ერთი ბიბლიური მოხდა. გასაგებად თქვი, დაინტერესებთ, მოდი და ხო, მაგრამ პასუხები რო არ არის, ეს პასუხია. მოიცა კაც დაველო, ხალბატონო პავლე მოციქული იძახის ქალიო დუმდესო. მაშინ ტაძარშია და ვისაუბრებთ კაცები, ჯობია. გავს არ ვეძლო სწავლების უფლებაზე. რატო ეს სწავლება არ არის? ყველა ასწავლე. სწავლება არ არის? აბა რა არის, აქ გეხარ და ასწავლე, თუ გაგაჩენო, ხო, თქვენ ხომ ასწავლეთ თქვენ სწავლების. ხო სტილო. ესე თქვენ რო უძლებთ საკითხებს, ახლა კრიტიკულად რაღაც სიტყვებს რო რა შუაშია გეუნებით კონკრეტულად, აბა პრაქტიკა მაჩვენეთ მეთქი სიტყვა რა შუაშია, პრაქტიკა მაჩვენეთ. ის რაც თქვენთან ხორციელდება. ეგ კი არა, იმას სადუკევლოს ეუნება, რომ ვინც არ მიიღებს ჩემს სისხლს და არ მიიღებს ჩემს ხორცსო, ვერ შევაო სასუქებლოში და ისინი რა 154.000 ეს ყველას პრეროგატივაა, ხო, აბსოლუტურად. მე-6 თავში იოანესი წერია გარკვეული. ვინც მიიღო, თუ მაშინ ათლობაც არ უნდა მიიღონ იმათმა, ვინც ისა ხია, ხო ხდებით რა? მაშინ თუ 154.000 წევრები არ ახართ სიტყვაზე. მაშინ არც უნდა ინახლებოდეთ. 154.000 წევრი ყველა კი არ არის. ვიცით რომ ყველა. მე კი ვიცი, მაგრამ მე ვიძახი თქვენი სწავლების ვერ ვიპოვეთ, სხვაგან არ გადავიდით. ვიპოვეთ თუ ვერ ვიპოვეთ. ვიპოვეთ გასო, მაგრამ ველოდებით 1 წუთი ვაცალე რა კაცი. მითამათ სწავლების მიხედვით 5 წუთია ველოდებით ვიპოვეთ. ეს არც უნდა ინახლებოდეს მაშინ, კავშირშია ერთმანეთთან. თორე ახლა იმ სიტყვასაც გამოეკეთება, ახლა უბრალოდ მან გადააწყდა პრაქტიკა. არა, მოდი. ხალხო, ეგეც საუბარი არ გვინდა, ჩვენ არავის არ ვეკითხებით უბრალოდ. რომ მიიღო თუ არ მიიღო, ამასაც ახლა უკვე საკამათოდ გახდიან და ინიდო. საკამათოდ რას? მიიღეთ და გადააწოდეთ, ესე უთხრით რომ მიიღეთ და ჭამთ. მიიღეთ და გადააწოდეთ. ესე უთხრა? ესე უთხრა გადააწოდეთ, ხო? მე ჩემი სიტყვებით აქვს. ხო და ქრისტე ეგრე. ხო და ქრისტე სხვა პირისპიროს იძახს. ხო, მაგას ქრისტე იძახის ყველამ ჭამეთო, ვინც ამას არ შეჭამსო, საუკუნე ცხოვრება არ იქნებოდა. თქვენ ქრისტესგან გასხოვებით სხვანაირად სწავლეთ. 154.000 რა ხორცია თუ იმას რაც თქვენ ატარებთ. ნიშნავს რომ ჩემს ხორცო და თავისი ხორცის შესთავაზე ჭამეთ. ხო და რა მიშო, თუნდაც პური იყოს და ღვინო, რატო არ იღებ? რატო გავიგე? რატო არ ვიღე? ხო. საწერია რომ არ უნდა 70-მა მოწეფემ რატო დატოვა იცით ქრისტეს ზუსტად მაგის გამო ქალბატონო 70-მა და მოციქულებს მიუღია და თქვენს წადით თუ გინდათ კაი უმრავლესობა იყო მასემის გამო იმიტომ რომ მან თავის სისხლი და ხორცი შესთავაზა რატო არ უთხრა ეს თქვენ არ გიხებათ
თქვენ მიმზადდი და ჩვენ ლევანთან ვისაუბროთ. შენცა იმ პასუხებისთვის, რაზეც ესენი კი. და ჩვენ რომელი ისინი ძალით კი არ მოსულოთ. ესენი ახლა ისე მოვიდნენ კი, თქვენ მოხდით იცი მომზადებული. ნუ გამოგყავართ. განა ჩვენ ღმერთები და იესო არა ვარ თუ არ იქ. არა ველოდები ლევანს ეძებს მოხოდა ვაცლი მე არ ვახჩობ აქარავს. თქვენ რატო წყვიტავთ ამ კაცს მაგივრად ხალბატონო? არა ვწყვიტავ, მაგრამ შობელი ბრძანდებით ამ კაცის? ორივენი ვდგევართ. შობელი ბრძანდებით ამ კაცს? ორივენი ვდგევართ. ხო, მაგრამ ეს კაცი არ მეუნება. მე დავები, ახლა გეუბნები თუ აქ საქმე. თქვენ გვეჭხუბებით, არ კამათობ, საუბრობთ ორი კაცი ჩამოყალიბებული. აი გადამავიწყდა ახლა მაგიდან. მიდი ახლა იმასაკენი. კარგი, ჩაიწერე ლევანის ნომერი. ლევანს პასუხი არ აქვს არაფერზე დღეს და იქ მე შემდეგზე მოხდა. რომელ დროს გატყობ? ჩაიწერე რა ზურა რა. ლევანი შეუთავი და 10:57-48. ხო და შეუთავი მე სამე 48 ლევანი მონახავ იმას უკვე ჩემი ნომერი დაგიფიქსირდეთ. მე ამათ ჩვენ ვერ გაგვიქაჩავთ. არა რომ მე მართლა ხალი ვარ და ბიჭები ო არა რა თქმა უნდა კაცები კაცებთან. ჭეშმარიტებას სულით დაგულით ღმერთს ვინ არეძებს ის სიმართლეს ვერ იპოვეს. ანუ თქვენ მაგით რას გვეუბნებით თქვენ ეძებთ ჭეშმარიტება და ჩვენ არ ვეძებთ? არა შეურაცხყოფად არ მინდა. შეურაცხყოფა ეს თქვენ არ გონიათ და თქვენ ეძებთ მაგრამ ჭეშმარიტება ჩვენ არ ვეძებთ? ხო და მე სპეციალური ვიყავ და განვიხილოთ ეს ჭეშმარიტება რა დავსვეთ პოლიტიკური კითხვები. ხუთი კითხვა დავსვით პასუხი არ გაქვს არაფერი. გამოიკლევ ამ თემას. ესე არ არის შესაძლებელი. სახში მოვა თქვენთან რაც შეერთდა დაპატიჟე და ვისწავლეთ ეს მაგრამ კრიტიკულად რას იშოს კრიტიკულად ვარდებული ვარ თქვენ როსავ სამებად საწერიაო და არ წერიაო თქვენ ხო კრიტიკული ხარ მე მივესალმები მაგას და მე შემიძლია გაჩვენოთ რატომ წავს სამების ასევე მოვდივარ კულტურულად დიმობიანად თქვენთან და გთხოვთ მაჩვენოთ ადგილები რის საფუძველზეც ბიბლიას ეწინააღმდეგება თქვენი სწავლება კრიტიკული ტექსტები არა არა ბიბლიას ნამდვილად კრიტიკა არაფერი არა ან ვაკაცრედიკაზე ასეძახით ახლა როგორ გავიდახეთ კრიტიკას რა როგორც საფრთხე კრიტიკულად მიდიხარ თუ კრიტიკაზე რა არის კრიტიკა ახლა ხო დიდ ბაბილონს არ წოდებთ ყველა სხვა რელიგიას ხო ესე იგი კრიტიკაა ხო ბაბილონს გვიწოდებთ თქვენ იცით ხუთიანზე არა თქვენზე კარგად არ ვიცი თქვენ მე საიდან ვიცი იცით ძალიან კარგად იცით საიდან ხვდები უკვე როგორ ლაპარაკობთ თქვენ საიდან ვიცი თუ იცით მაგინეთ დიდ ბაბილონს რო რელიგიას როგორ ხო თქვენი სწავლობ ყველამ კი არ იცით ეს იცით ხო მე სწავლობ ხო მეტყობ ახლა უცოდინობა არ გამომივლენია ჩვენი სწავლების შესახებ ბევრი რამ იცით მე მე პირიქით გაქებთ ხო არ მადლობა მოკლედ შემდეგ შეხვედრაზე სულ უნდა გითხრა როცა თქვენ ეს საკითხები უკვე თქვენ ის უნდა მითხრათ რომ მე რომ მოვდივარ და რაღაცას გეუბნებთ რომ არაბიბლიური სწავლება თქვენ ვალდებული ხართ როგორც პავლე მოციქული ასწავლესო ჩემი რწმენის შესახებ სიმშვიდით და სიწყნარით და აუღევლობა და გინების და ლანძღვის გარეშე დამიდასტუროთ თქვენ ჭეშმარიტება რა თქვენ ვერ მოახერხეთ თქვენ თუ გულწრფელი ადამიანები ბრძანდებით ბატონო ლევან მე სურვილი მაქვს თქვენთან შეხვედრის სადაც მეტყვი თუ მინდათ რა ვიცი თქვენ ტერიტორიაზე შეხვდეთ იქ რა ქვია რას ეძახიან Kingdom Hall თუ რაც არის ხო და გავისაუბროთ სულის უკუდაობაზე ხო არ ერთი წუთი ხალბატონ სულის უკუდაობაზე ხო არ გვისაუბრია ლევან ხო მოდი სულის უკუდაობაზე შევხვდეთ და ვისაუბროთ ამ თემაზე. რაღაცას გეტყვი, აზრი, მე ჩემი გითხრა და თქვენ მაინც არ დაიჯეროთ. არა, თქვენ რა მითხარით, ისეთი რაც მე ბიბლიას ეწინააღმდეგება. ლევან, არასწორად მესაუბრებ, იმიტომ რომ ჯერ მე მაქვს თქვენგან ეგ მოსასმენი, იმიტომ მე ხუთი კითხვა დავსვი და პასუხი ვერ მივიღე. მითხარით რომ აბნეული ვარ, ეხლა ვერ ვეძებო. არა. მე, თორე მე თქვენსაც მოვუსმენ. რაზე გინდათ პასუხი მითხარით? ქრისტეს თაყვანს ცემენ, გაჩვენეთ ცემენ. მამა იძახის ქრისტეს თაყვანს თქვენ არ ცემთ. გითხარით ადგილი მაჩვენეთ საწერო ხოლმე 154-ის პრეროგატივა მიიღება პურის და ღვინოსი, ამასაც გეუნებით ქმნილება შეიძლება ალფა და ომეგა ეწოდეს, მეუნებით არა. შემიძლია განახოთ ადგილი, სადაც იესოს ეწოდება. მეტი რა ვქნა? მე რა ვქნა? სულის უკუდაობა გნებავთ? კი ბატონო, შევხვდეთ ბატონ ლევან სულის უკუდაობაზე. მოიყვანეთ თქვენი ძმა ხუცესი ამით იქნება. წყნარა ჩვიდათ წყნარ სიტუაციაში ჩაი, რავი, ნამცხვარ დავსხა და ვისაუბროთ. ჩვენ ხო არ ჩხუბოთ, ხო? ადამიანები ვართ, ვისაც ბიბლია გვაინტერესებს, მეც და თქვენ რაღაც ხრივ საერთო ინტერესი გვაქვს, ხო? იმიტომ რომ მაძიებლები ვართ. კი. დავშდეთ და ვისაუბროთ, კაცო, თუ კონკრეტული თემა განვიხილოთ, დავსვათ კითხვები აქედან იქიდან და მე ჩამოვართოთ ხელს და გავარჩებით მეგობრები, რა პრობლემაა, ხო? ჩვენ ხო არ ჩხუბოთ, კაცო. კი ბატონო. კაი ხარ? დავარ. აბა კარგად ზანდებოდ. გიორგი.